იპოთეკური დავალიანების მქონე პირების აქცია ბათუმში დაზარალებები ამჯერად კლინიკა მედინასთან შეიკრიბნენ, სადაც მყავე ინფარქტის დიაგნოზით ერთ-ერთი დაზარალებული მკურნალობის კურსს გადის. აქციის მონაწილეების განცხადებით ედნა ქათამაძის კუთვნილის სახელმწიფო ბანკის საკუთრებაა და რამდენიმე დღეში მას გამოსახლება ემუქრება. დაზარალებულები მთავრობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს უბედურება? ერთი კაცი მოკვდა, მეორე მოკვდა, მესამე კაცი კი ნამოკვდა. აგერ მეოთხე შემთხვევა და ბოლო-ბოლო მე აღარ ვიცი, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია. მე ასე ვფიქრობ და მთავრობა რატომღაც თან არასერიოზულად უდგება ამ საკითხს და რამდენი კაცი უნდა მოკვდეს, რომ ბოლო-ბოლო მიხვდნენ ესენი, რომ ეს ხალხი არის დასაკმაყოფილებელი. ინფარქტით მოიყვანეს ქობულეთელი ედნარ ქათამაძე, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია გაქცია, ჩამოვედით ახლა რაღაც სანადგომა გაუკეთოთ და არაერთი შეხვედრა და ფიქსირდება ძალიან იმათ, რა ქვია, თუ თხოვ კიდევ ერთხელ რომ მიიღო რაღაც გადაწყვეტილებები, რომ ასე მდგომარეობაში უჩააყენებენ ხალხს. თუ 94 ოჯახია იყო, მიახლოებით ახლა იქნება 700-800 ოჯახი. გაჭირდება ძალიან დიდი და ვთხოვ აჭარის სახელმწიფოს ვთხოვ მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს რომ რაღაცნაირად ამ გაჭირებულ ხალხს ამოუდგეს მხარში.